ჩვენ შეთანხმებულები ვართ პირველ საათზე და კეთილი ინებია და 1 საათი ადრე წამოდი. თუ მანქანას საბურავს დაუშვებ, სხვა მანქანით მოდი. ბიზნესმა არის შენ აქ ვერ აუხსნი. მაღალი დონის ბიზნესმენი გელოდება და შენ მას ვერ აუხსნი, რომ საბურავი დაიშვა თუ სახში უთო არ ხონდა, სეროჩკა რომ დაგეუთაებია. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა მოაგვარო და აქ უნდა იყო 9 საათით ადრე, რომ ზუსტად შეხვდე იმ ადამიანს, ვისაც უნდა შეხვდე. შენ არაფერს არ გეტყვის, რომ დააგვიანო, მაგრამ მეორეჯერ არ შეხვდება. მეორეჯერ არასერიოზულ პარტნიორს ჩაქვის, არასერიოზულ ბიზნესმენად ჩაქვის და არ ეცდება მეორეჯერ შეხვდეს, ან შენთან ბიზნესი გააკეთოს. ბევრი რამეა ცხოვრებაში, ბევრი რამე, ძალიან ბევრი რამეა, მაგრამ პირველი მოგოებო და ბიჭებო, არ დაგეზაროთ. აი ამ დროს არის განათლების მიღება აუცილებელი და ადვილი. თქვენ ახლა სხვა საქმე არაფერი არ გაქვთ. თქვენ ახლა უნდა ისწავლოთ. მაქსიმუმ უნდა ისწავლოთ. აუცილებელი არის ინგლისური ცოდნა. აუცილებელი არის რუსული ცოდნა. აუცილებელი არის რაღაცა კომპიუტერის რაღაც პროგრამების ცოდნა და თუ სხვა ენას ისწავლი, კიდე უკეთესია. ახლა ჩემთან მოდიან, დაუშვათ 100 ადამიანი მოდის და 100-დან 10-ის მეტმა არ იცის რუსული. 10-ის მეტმა არ იცის ინგლისური. მოდის და კიო მე ვიციო ინგლისური, მაგრამ არ იცის. ის ინგლისური არ არის. ახლა ამ ეტაპზე, აი ამ მასაკში თქვენ ბავშვები ხართ, ახალგაზრდები ხართ, სტუდენტები ხართ, ახლა თქვენ გაქვთ ცოდნისთვის დრო. შეიძლება რაღაცა კუთხით იქ ვერ ახერხებდე, მასწავლებელი უნდა აიყვანო, თორე და ინტერნეტში არის ყველაფერი. აქედან გამომდინარე, თუ მივახციე მე, აუცილებლად მიაღწევთ თქვენ. ჩემ დროს არც ის იყო და არც ის იყო. ახლა ისიც არის, ესეც არის და ყველაფერი არის. ჩემ დროს არ იყო ეს წიგნი. არ იყო ესეთი წიგნები, არ არსებობდა. ამიტომ ახლა ყველაფრის საშუალება არის, რომ ადამიანი განვითარდეს და მე რატომ მეუნები ამას ახალგაზრდებს? ახლა არის საჭირო მაინც განათლება. მერე ძნელია. მე რომ ინგლისური მცოდნოდა ჩემ დროს იყო 5-იანი ნიშანი. მე რომ ინგლისური მცოდნოდა 4 მინუსზე მულტიმილიარდელი ვიქნებოდი. ეს დამჭირდა ცხოვრებაში. და მე რომ ვისწავლე უკვე გვიანი იყო. და ახლაც არ ვიცი მე იმ დონეზე